მამო, დედა ჩამოვიდა. მამუკაც სახშია? კი, სახში. ჩემი ძვირფასი სიდედრი. როგორ ხართ? რამდენი ხნით ჩამოხვედით? როდის მიდიხართ? შენ როცა მოგბეზრდება მაშინ. აი მე გეჭამათ რამე ჯერ შემოსულიყავით, ცოტა დაგესვენათ, ასე ძარა დოჩქანოთ. უკაცრავად. იცით, იქნებ ცოტა ხნით დამსვათ. ორსულად ვარ და მუცელი შენ არ გეტყობა და გუში სექსი მეც მქონდა. ბატონო გურამ, იცით რა უნდა გთხოვოთ? იქნებ ბანკის მთავარი საცავის გასაღები დამიტოვოთ ხოლმე. ბანკის მთავარი საცავის გასაღები როგორ დაგიტოვოთ აბა? ვერ დამიტოვებთ. არა, იცით რატო გითხარით? მთელი 10 წუთი უნდები ხოლმე მაგის გახსნას ჩემი თმის სამაგრით, რო შევიდე და წვრები გადავწმინდო. ხო და ვიფიქრე, გასაღები თუ მექნება, დროს არ დავკარგავ, უცბად შევალ გადავწმინდავ და გამოვალ მეთქი. იცით როგორ წვალობ ყოველ საღამოს. ჩემი თმის სამაგრით გადაატრიალი გახსენი შედი. სულ გამიტყდა ყველა თმის სამაგრი. რა ვიცი, მაგიტო გითხარით და აცი გოგო ფეხები. ესა შენთვის პირველი ბიჭი ვარ? კი, პირველი. და აბა თემური? თემური კაცია. ექიმო, სახში როცა ბრუნდები, ჩემი ცოლი საყვარელთან ერთად ხვდება. მე რომ მინდა რომ ამ საყვარელს რაიმე უქნა, ჩემი ცოლი მაწვდის ფინჯან ყავას. მე მეც გული მილბება და ვეღარაფერს ვეღარ ვეუბნები. და ჩემგან რა გინდათ? ამდენი ყავა, ექიმო, კუჭ ხوار მათგენს. ზოგი ამ ავტომობილს აქვს გარეთა სარკეები, ბამპერები და კარის სახელურები ძარის ფერში. ხოლო ამ ავტომობილს აქვს გატაცების საწინააღმდეგო სისტემა, ეგრეთ წოდებული იმობილაიზერი. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ამ ავტომობილს აქვს ეგრეთ წოდებული ელ სტაბილიზაციის სისტემა ESP და 8 აირბალიში. ხოლო ამ ავტომობილს აქვს სამუხრუჭე სისტემა auto holding. ამას ავიღებ. ძალიან კარგი არჩევანია, აი ამ მანქანის ნავიგაცია. მიხდება არა ეს ფერი თვალებზე. ამაზეც ამას ავიღებ. ამაზია. არაყი გაუძვირებია და მოგიწევს მოუკლოს მას. გაუძვირებიათ? მაშინ შენ მოგიწევს მოუკლო ჭამას. აბა მე არაღი. გოგონი. აი ეს ტრაკის ფორმის ბალიში მინდა. კი, მაგრამ ეს გულია. 20 წელიწადია გოგონი კარდიოქირურგად მუშაობდა, გული ვიცი რა ფორმისაც არის. ეგ არის ტრაკი.
პირველად რო ქართული ვიცეკვეთ ქორწილში ის არის. რა მაგარია? აი ეს ტორტს რო ვჭრიდით, ერთმანეთს რო ვაჭმავდით, ხო გახსოვთ? აი ის არის. მე რა საყვარლები ხართ? აი ეს სკამებზე რო ავედით, ყანწებით რო ღვინოს სვავდით. აი ეს ის არის. და ეს ჩემმა ქმარმა და ჩემმა კლასელებმა რომ იჩხუბეს, ის არის. და სისხლიანეს ერთმანეთს. სისხლში ვიყავ, ფაქტიც კი სისხლიანი. პროკურორს შეუძლია დაკითხოს ბრალდებული. მადლობთ ბატონო მოსამართლე. მე მაინტერესებს გეცნობათ თუ არა აი ეს დანა. კი, მეცნობ. აი? ესე იგი აღიარებთ დანაშაულს. დანაშაულს არ ვაღიარებ, მაგრამ მეოთხე დღეს შემოგაქვთ ეგ დანა და მაჩვენებდა. მეცნობა აბა რა იქნება? და ამ საგზურზე ორმხრივი ფრენის ბილეთები არა გაქვთ? რა თქინდათ ორმხრივი ფრენის ბილეთები? რატომ უნდა დახარჯოთ ყველა ამდენი ფული? იქნებ იქიდან გამოფრენა ვეღარც მოახერხოთ. ისეთ დღეშია თვითფრენავი. ალბატონი ნუნუს პენსია ვიღაც არის კარზე, ხო? მაცადე კაცო რა ვიღაც არის. და გახდა ჩაუწიე, მე მგონი ვიღაც რეკავს და არ მესმის. მიდი მერე და ნახეთ. უნდა კიდე გაიზარდოს აუწია რა. ალბატონ ნუნუს პენსია რომ დაპყრობდი, არაფერი არ მესმის. და მართლა აპირებს თუ არა ამის გაკეთებას თქვენი ხელისუფლება? ასი წინ გადადიან შეტევაზე ხორვატი ფეხბურთელები მარცხენა ფრთაზე. არია სირაძე დასვაშიც კარგად ეხმარება, თუ ვარდნაში მოახერხა განემუხტა სიტუაცია და აუტიდან თამაში განაახლდა. ზაღჭერს. რამჭერს და კარი რო გავაღე? ვიღაცებმა გამაუპატიურეს. რას ლაპარაკ? ეს ეპიზოდი მთელი აუ, გადადის წინ კიდე კაი მე არ გავაღე კარი. ხილში არ უნდა მოვატრიალო და არ შეიძლება. კალების საშუალება მივცე ძალიან კარგი. კონჩეტევა შესაძლებელია. ბატონო თემო. ბატონო? შეგიძლიათ ცოტა ხელფასი შემიმციროთ? შეგიმციროთ? დიახ. კი, მაგრამ რატომ? იცით რა, მეუღლე მითხრა რომ თუ ხელფას არ გაგიზრდიანო, გაგშორდები. კი ბატონო. მეუბნები, რომ ჩვენი დროსთან იყავი შესული, ხელფასის მომატება თხოვე და კარგ ხასიათზე დადგა? კი. არ მჯერა. წინაგან მოკვდა სიცილით. თამაზი. თაზო. გადმოწექი რა. მოიცა რა მეზარება რა. შენ 2 მეტრით გადმოწოლა გეზარება და ზვიადი ამ საქმისთვის ვარკეთილიდან დადის. ბრალდებულის ადვოკატ შეუძლია დაკითხოს მოწმე. დიდი მადლობა. ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენი თვალით დაინახეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი როგორ აღჭობდა თქვენ სიდეთრს, არა? დიახ. თუ დაინახეთ, მაშინ რატომ არ მიეხმარეთ? მინდოდა მივხმარებოდი, მაგრამ ისე კარგად ართმევდა ამას ყველაფერს თავს, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ.
ექიმო, თქვენი იმედი მაქვს რა. ყველაფერი კარგად იქნება გენაცვალე, ყველაფერი. მე იუმორის გზნობები მევასება. კარგია. ექიმო, თქვენზე გავიგეთ ძალიან მაგარი ექიმია. ისეთი ქირურგიაო, ჩაკაფულიდან ცხვარს აწყობსო. ჩაყიდოი ვარიანტი რა. მევასება ეს იუმორის გზნობები და რაღაცები. ციგნი რომ მქონდა, როგორ ვიცოცხლოთ 100 წელი? ხო არ იცი სად არის? გადავაგდე. რაკენი? გადავაგდე. რატო? დედა შემო დაიწყო კითხვა და იმიტომ. გისმენთ. შესაძლებელია თქვენ ბანკში ფული შევინახო და მილიონერი გახვდე. დიახ, შესაძლებელია. თუ მილიარდელი ხართ კი. ქოკო, გუშინ შეყარებულთან ერთად სეირნობდი და ვიჩხუბეთ. მართლა? ხო. რა ვიცი, ასე მითხრა შებოზო. რა? მე შენ რა უთხარი? უთხარი შეპიდარასტონეთ კი. მართლა? ხო. მე მე აიღო თავის ბისერებიანი ჩანთა და სახეში მთლიშა. კიდევ კარგი მანიკურენი ფრჩხილებით სახი არ ჩამოვკარცა. არა კაცი. რას გავხარ? რატო ხარ ესეთი ჭუჭყიანი? გამაგებინე. რა ვიდე, ბავშვები ეზოში ნაცრით თამაშობდი. ნაცრით თამაშობდი? ნუ რას გავხარ? რას გიგავს ხელები? შეხედე რა. აი ეს ორი თითი რატო გაქვს მარტო სუფთა? ნახე და შტვენა ვისწავლე. Adublevi, taiguleti. Ava. Bicho. No. Rato gadevs ek kotavz. მომეც ლარი და გეტყვი. ლარი არა ის მოგცე, რატო გადევს? მომეც ლარი და გეტყვი გატ. აჰა. რატო გადევს? ისე მადებს უბრალოდ. ვერ ახარ შენ კარგად რა. მე კი არა, შენ ვერ ახარ კარგად. მე დღეს უკვე 100 ლარი ვიშოვე. მიდი მოძილი. ეს პატარძალი რა კაი გოგოა სახეზე და ტანი რას უგავს? ხო, ეთყობა სხვაში გაიცნეს ერთმანეთი. ეს ძეხვი მომეცით თუ შეიძლება. აი, ინებეთეს ძეხვი. დიდი მადლობა. ეს მდოგვი. მდოგვია მე რო არ მithქვამს? მდოგვი ჩვენგან საჩუქრად. მაშინ მარტო მდოგვი მომეცით. რას ეძებ? რას ვეძებ და ქორწინების მოწმობას ვეძებ. აი, აკა. რა გინდა ქორწინების მოწმობა? მაინტერესებს ერთი ვადა როდის გასდის. მომეცი აქ. რაცა? ხოდა შეუგავარეთ ხოლმე. საგზური მინდა შევარჩიო. თქვენ ალბათ ექსტრა მალი ბრძანდებით, ხო? დიახ, როგორ მიხვდით? იცით, ჩვენი ოფისი მე-13 სართულზე და თქვენ
ფანჯრიდან შემოხვედით. Братишка, вот этот датчик не работает. И еще от этого что-то звучит, понимаешь? Sorry. Пичо, русული ხო იცი შენ? ერთი კაცურად აუხსენი რა. ერთი ცალი падმატორნი падушка, ტიაგა ნაკანეჩნიკი და რუჩნოი ტორმუზის ტროსი მომიტანოს რა. Сидите. Sorry. Сидите. აი ესე იქ. თელი დღე თავის ტკივილი. და როგორი რეჟიმი გაქვთ? შესანიშნავი. მამლის ტკივილზე ვდგები. ხარივით მუშაობ, გელივით ვჭამ და ჩიტივით მძინავს. მე ჩემთან რას მოდიოდით? ვეტექიმთან მისულიყავით გენაცვლ. გველებს როგორი ხმა აქვთ? გველებს? მოიცა? ახლა გაჩუმდნენ მაინც და მაინც დედა შეინდებებია შენ რა. შეძრენ ალბათ სადმე რა ვიცი. მამა, შენ მოსმენია რა გულში. კიდე მოგასმენთ. იცით ქალბატონო ლეილა, ფინანსური საკითხები მოგვარებულია, ხარსაღრიცხვის საკითხებიც გავარკვიეთ, თქვენი ხილის მოწერა. კი ბატონო. შეიძლება რაღაც გკითხოთ? კი. ადრე ხელის მოწერის დროს ყოველთვის ჯვარს სვავდით. დიახ. და ეხლა ტირეს რატო უსვავთ? იცით მე გავთხოვდი და მაგის მერე გვარი შევიცვალე. Чего как лисмурава? როგორი მთრალია კიდე რა. როგორ მიმწარებ სიცოცხლეს, როგორ მიმწარებ? მთელი ჩემი საუკეთესო წლები შენ შემოგწირე. მოიცარა უარესები წინ ველოდება? მიდი ერთი წადი დაწექი შენ ჩაგდე მიწაში წადი.